ახალი და თანამედროვე. ელექტრული მანქანა უკვე გაყიდვაშია. სედანი შენთვის. ლოქრეივენის წყალსაცავიდან პირდაპირ რეპორტაჟი მიყვავს. სწორედ ახლა პოლიციასა და მეხანძრეებს ნიუ-იორკის სირაკუზის ოლქის რესპუბლიკელი კონგრესმენის ფილიპ ჰამერსლის კუთვნილი მერსედესი წყლიდან ამოაქვთ. ალბათ ფონზე ხედავთ, როგორ ამოაქვთ მანქანა. პოლიცია ამ ეტაპზე ბევრს არაფერს ამბობს. რაც შეიტყვეთ ისაა, რომ დაახლოებით 1 საათის წინ, როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა, კონგრესმენი მანქანაში მარტო იმყოფებოდა. ალბათ იცით, რომ კონგრესმენს გული აწუხებდა. კრიმინალისტებმა მაცნობეს, რომ ის კალთაში წამლების ბოთლი იპოვეს, რის გამოც შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ კონგრესმენს გული შეტევა ჰქონდა, სანამ მისი მანქანა ლოქრეივენის წყალსაცავში გადავარდებოდა. ასევე მითხრეს, რომ უბედური შემთხვევის დროს მანქანაში მის გარდა არავინ იჯდა. მოწნეულია, რომ კონგრესმენის ძაღლი ბობი ამავე ტერიტორიაზე მორბენალი ნახეს. ჯანდაბა. ძაღლი ამჟამად პოლიციას ყავს. კონგრესმენი სირაკუზიდან ნიუ-იორკიდან იყო და ტელეკომუნიკაციების დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კანონის მთავარ ოპონენტს წარმოადგენდა. საინფორმაციო სააგენტო ლენი. ვერ დაიჯერებ რა მაქვს. ზავით, დიდი ხანია არ გამოჩენილ ხარ. ლენი, ვიდეო ფირზე ფილ ჰამერსლის მკვლელობა მაქვს. ფილ ჰამერსლი გულის შეტევით გარდაიცვალა. არა, ჰამერსლი პროფესიონალებმა მოკლეს ვიღაც ტიპის ხელმძღვანელობით, რომელსაც ისეთი გარეგნობა აქვს, ვიტამინ B-ს ნაკლებობა უნდა ჰქონდეს. ჩანაწერი ხელში როგორ ჩაიგდა? ბატებზე დაკვირვების დროს ჯანდაბა. ჩემო ვიდეო კამერამ შემთხვევით მკვლელობა გადაიღო. ხუმრობ? კამერა მეორე ნაპირზე ნაუმის ადგილს იღებდა, სადაც ფილ ჰამერსლი მოკლეს. როდის შეძლებ ჩანაწერი მოგვაწოდო? ასლს უკვე ვიღებ. მარკ ზარს უნდა ვუპასუხო. კარგი, გმადლობ. თუ რამე დაგჭირდა დამირეკე. ფიდლერ, ხაზი დაცულია? დიახ, სერ. გისმენ. ზავით ლენი ბლუმს ესაუბრება ყოფილ ომის მოწინააღმდეგე აქტივისტს. ჟურნალისტია, სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებზე მემარცხენე იდეოლოგიის წერილებს აქვეყნებს. ზავიცი ბლუმის ოფისში ფირის მიტანას აპირებს. ბლუმს მოусმინეთ. ამ ოპერაციისთვის სპეციალური თანამგზავრი დაგჭირდება. ჩათვალეთ შესრულებულია. ჰოჯული დღეს დასვენების დღეს მოვიწყობ. საშობაო საყიდლებზე წავალ.